ეს ხალხი არის გადამზადებული ჯგუფები, რომლებმაც როგორც წინა არჩევნების შემდგომ უნდა დაიწყონ ისეთ ვითარებაში შტურმები და ასე შემდეგ. რა პაატა ბურჭულაძემ რო უთხრას ახლა რომ არ გინდათ ბიჭებო, არ გააკეთებენ? არ პაატა ბურჭულაძემ რო უთხრას წინ აბა მერტაგიწყები, ვისაც უყურარ მოვყევით. ნაპოლეონის სიტყვები. ეს ხო ზღაპარია. ზღაპარია. ეხლა დააკვირდით კიდევ და კიდევ ეს ხალხი არის გარყვნილი დავარქვა თუ გათამამებული თუ თავზე გასულები არიან იმიტომ ამდენსაც იმიტომ ბედავენ რომ მათ გვერდზე უდგას აგერი ზუსტად ის გერმანიის ელჩი წეღარო ლაპარაკობს დაიბარეს და ესეთი პრეტენზიები რო განაცხადა რომ 30 წლის განმავლობაში ესო პირველი შემთხვევაა რომ გერმანიის ელჩო იმაში იბარებენო რა ქვია საგარეო საქმე და სამინისტროში ანუ რაღაცა მე რაც მინდა ის უნდა ვაკეთო და თქვენ ისიც არ უნდა გაბედოთ რომ მე შენიშვნა მომწე შენიშვნა ეს ხო ადმინისტრაციული ზომაა ჩვეულებრივი შენიშვნის მიცემაა რომ შენ რაღაცა იმაზე მე ბედავ ვიდრე ვენის კონვენცია გავალდებულებს და ესეც ნახეთ როგორ და იმ ფონზე წარმოიდგინეთ მე მინდა საზოგადოებას უთხრა წინა გადაცემაში მე ვთქვი რომ აგერ მიმდინარეობს მეთქი მოლდოვაში ჩხრეკები იმ ხალხის ვისიც ეჭვი ეპარებოდათ რომ მაგალითად რაღაცა არაკანონიერად არის დაფინანსებული წინა საარჩევნოდ 28 რიცხვში არის არჩევნები მოლდოვაში ხო იცი იმედის გადამღების ჯგუფი არ შეუშვეს იცი იმიტომ რომ ჩავიდნენ და საზღვარი ვერ გადაკვეთეს არ ჭირდებათ ესეთ ხალხი და დაიჭირეს აბა ტევე პირველი იყოს დაიჭირეს 70-მდე პირი რომლებსაც მიზეზად დაუდეს სერბეთში გაიარესო ტრენინგებიო რომ 28-ში ეს მოხდა 22 რიცხვში სერბეთი რა მაგარი ქვეყანა ყველა მხარეს ერთი კვირით ადრე რომ იქ რუსებმა გაატარესო ტრენინგებიო სერბეთში და იქ ანუ ესენი გეგმავდნენო არეულობას არჩევნების დღეს განა კი არ აცხადებდნენ რომ რევოლუცია უნდა მოახდინოთ არეულობას ასე და ხალხს კი არ მოუწოდებდნენ რომ უნდა დავამხოთ ხელისუფლება გეგმავდნენ არეულობას რომ 70 კაცი დაიჭირეს თუ ვინმეს გაგიგიათ ევროპაში ან სადმე ვინმეს რაიმე ეთქვას რომ როგორ წინას არჩევნოთ და კიდევ ერთი 2 დღის წინ ზუსტად სასამართლომ აკრძალა ერთ-ერთი ძლიერი პარტია აკრძალა რა ერთი წლით შეუზღუდა პოლიტიკური საქმიანობის უფლება და რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობა 2 დღით ადრე იმისათვის რომ ჩვეულებრივად იმასაც მიზეზად დაუდეს რომ თუნდაც რაღაცები სურს ეს არის ევროპელების დემოკრატია ეს არის მათივე გაცხადებული პოლიტიკა და ისინი გვეუბნებიან რომ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც იქცევიან მოლდოვაში და დრო ხომ არ არის რომ ჩვენც ისე მოვიქცეთ და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სულ ყველა დაიჭიროს ხელისუფლება ვინც გადამზადებულები არიან